ზუსტად დაფინანსების დაგვიანების გამო 37 წლის ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც 2 დღის წინ გახდებოდა 38 წლის. მას დარჩა 4 შვილი, 4 ობოლი დარჩა და სახელმწიფომ დაუშვა, რომ ეს ადამიანი მომკვდარიყო. კიბო აღარ კლავს ადამიანებს, კლავს ჯანდაცვის სისტემა. სახელმწიფომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები გაწირა. ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში დააანონსა, რომ 2024 წლიდან ონკოპაციენტებს სრულად დაუფინანსდებოდათ როგორც მედიკამენტები, ასევე ყველა სახის თერაპია და ქირურგიული პროცედურები. უნდა მოხსნილიყო წლიური 25,000 ლარიანი ზღვარიც, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯანდაცვამ გამოაცხადა, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან სრულად დაუფინანსებოდა ყველა ონკოპაციენტის მკურნალობა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არის გათვალისწინებული 25,000 ლარიანი ლიმიტი, რომელიც არაფერში არ ყოფნის ძირითადად ონკოპაციენტებს. და ეს არის ალბათ 2 თვის ან 3 თვის სამყოფი თანხა. ასევე არის ჩამოთვლილი 13 მედიკამენტი, რომელიც არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს 13 მედიკამენტი შეიძლება დაუფინანსდეს ონკოპაციენტებს, მაგრამ არის დეფიციტში და წყვეტა აქვთ მკურნალობის 2-დან 3 თვემდე. ხელისუფლებისა ეგრეთ წოდებულმა რეფორმამ ონკოპაციენტების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში სამკურნალოდ საკუთარი ხარჯით წავიდნენ, ახლა დეპორტაცია ემუქრებათ. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, თითქოს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ საჭირო პროცედურები აქაც უფასო და ხელმისაწვდომია. ჩემი და არის მეოთხე სტადიის მამუკარცინომა აქვს, ავთვისებიანი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩავიდა გერმანიაში და განაცხადა, რომ ჩვენ და ყველაფერი ფინანსდება, ეხლა მოვიდა დეპორტაცია. ჩემს ეხლა რაც სჭირდება 90,000-ია თვეში. ანუ 3 თვეში დაველოდო 3 თვეც არ ეყოფა, რომ მორჩა. ეს სადღაც უნდა შეწყდეს. რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს და შევძლოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა. ონკოლოგიური დაფინანსების ამ პროგრამას კიდევ ბევრი სხვა ხარვეზი აქვს. თეორიულად თითო ონკოპაციენტზე წლიურად 25,000 ლარია გამოყოფილი, მაგრამ ამ თანხაში ყველა საჭირო პროცედურა არ შედის. იმ კვლევების საფასურს, რომლებიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირებს რეგულარულად სჭირდებათ, ისევ საკუთარი ჯიბიდან იხდიან. კომპლექსურად არის უამრავი ანალიზი ერთად შეკრული, დაუშვათ ვიხდი 120 ლარს. მე ვიხდი ამას ჯიბიდან, ხო? და ის 25,000 ლარი სად მიდის? რატომ მეუბნები, რომ 25,000 ლარი არის ყველა ონკოპაციენტის ანგარიშზე? ასმათ მიქაძეს ამჭირდება 9,000 ლარიანი წამალი. დაუშვათ. ვისაც ჭირდება, იმას მიეცი. ჩემი ანგარიშიდან მიეცი ის, რაც მე მრჩება, რომ არ მჭირდება რაღაც თანხები და ზუსტად დაანგარიშდეს, მე რა მჭირდება მთელი წლის განმავლობაში, ინდივიდუალურად. რეალურად მთავრობის მიერ დაანონსებულმა უნივერსალურმა პროგრამამ ონკოპაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესა. ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ ესეც მორიგი პოპულისტური დაპირება იყო. ეს არის რაღაცა პოპულისტური ნაბიჯი, რომ აი ყველაფერს ვაფინანსებთ. აღმოჩნდა, რომ ადამიანის მოლოდინი შეუქმნეს, რომ ყველაფერი ფინანსდება, ყველანაირი ლიმიტი მოხსნილია და აღმოჩნდა, რომ ისევ ლიმიტირებულია. ანუ აღმოჩნდა, რომ ისევ არ გაუმჯობესებულა ადამიანების ფინანსური ხელმისაწვდომობა. მოუგვარებელ პრობლემად რჩება ონკომედიკამენტების დეფიციტი, რომლის იმპორტიც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო. არადა ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის კურსის ჩაგდება დაუშვებელია. გვიანდება იმ თანხის ჩარიცხვაც, რაც ოფიციალურად ქიმიის კურსისთვის ეკუთვნით. აზარაშვილს ხვალ და არაზეგ და მოხსნიან, აუცილებლად მოხსნიან, ალბათ უკვე მოხსნილი არა და პასუხისგებაში უნდა მისაცემე ეს ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის რასთან აქვს საქმე. სრულად ჩააგდეს პროექტი, რომელიც ასე თუ ისე მუშაობდა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ შევიწყდით, ჩვენ თვითონ გავალთ მომწოდებლებთან. ვერც ეს გააკეთეთ და ვერც ლოჯისტიკური საკითხები ვერ მოაგვარეს და ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება და რა ქნან ადამიანებმა, მე არ მაქვს ამაზე პასუხი. უკიდურეს ზღვრამდე მიყვანილი ონკოპაციენტები და მათი მხარდამჭერები კვირას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებენ. ისინი ახლა მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერის იმედად არიან დარჩენილი. კვირას 2 საათზე პარლამენტთან ჩვენ მოვითხოვთ სიცოცხლის უფლებას უბრალოდ. ჩვენ მოვითხოვთ ყველა ადამიანს კონდეს საშუალება რომ გადარჩეს. სახელმწიფოს გულგრილობამ აიძულა ონკოპაციენტები რომ იბრძოლონ თავიანთი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლებისთვის. დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით, დავუდგეთ ყველა, აქ არ აქვს უკვე აღარაფერს მნიშვნელობა.
კვირას 2 საათზე ონკოპაციენტები უკვე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოითხოვენ მათთვის სასიცოცხლო დაუცილებელ მედიკამენტებსა და პროცედურებზე წვდომას. უკვე ჩვეულ პრაქტიკად დამკვიდრდა, რომ პაციენტები წამლების მისაღებად ქუჩის პროტესტს მიმართავენ. ბოლო წლებია ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი მოქალაქეების მხოლოდ ამ გზით ესმის.